BMG რომელიც ყოველდღიურ სატელევიზიო თუ სააგენტო სამუშაო რეჟიმში მნიშვნელოვან ამბებს გაწოდით ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ, ყველა სფერო და დარგი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი არის, რაც პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას და მის ეკონომიკას მხოლოდ ადგება. ამიტომაც სექტორულად გვაქვს მოცული ყველა ის მიმართულება, რაც გვესმის და გვაქვს ამბიცია მაღალი სტანდარტის დაცვით მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაციები. ამჯერადაც ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდუსტრიაზე შევაჩერეთ ჩვენი ყურადღებაც და ფოკუსიც და არ გავჩერდით გაგრძელებაც იქნება, თუმცა ამჯერად გიყვებით ჩვენს ახალ პროექტზე ჯეირანზე, რომელიც გვიყვება ყველაფერს მოგზაურობის შესახებ და ამ დარგის სპეციალისტებმა ჩაიბარეს ეს საქმეც. ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ნაცნობის სახელები და გვარები ირინე კირვალიძე და ალექსანდრე გიორგიძე, სწორედ მათთან ერთად გთავაზობთ ჩვენს ერთობლივ პროექტს. მეტი ინფორმაციის გაზიარებას კი ჯეირანის ავტორები თავად მოგვიყვებიან, ისინი უკვე შემოუერთდნენ საქმიანი დილას სტუდიას. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. დიდი მადლობა. ზეგან საუბრობდით, რომ აქ ყოველთვის მოდიოდი ხოლმე როგორც სტუმარი და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გადაცემის ავტორად და წამყვანად შემოვერთდი როგორც თანაწამყვანი უკვე. თანაწამყვანი უკვე ძალიან მიხარია. კარგი, მაშინ მოვუყვეთ პირველ რიგში სახელიდან გამომდინარე, ხომ, რატომ ჯეირანი და შემდეგ უკვე რას მოიცავს ჯეირანი. იმიტომ რომ ჩვენმა საქმე მაყურებლებმა, ვინც განსაკუთრებით ორი გადაცემა უკვე გასული არის და ვინც მუდმივი მიმდევრები არიან, ჩვენ იციან, თუმცა მათთვის ვინც ახლა უნდა გაიცნოს ჯეირანი, რას თავაზობთ? ეს არის გადაცემა, რომელიც არის შემეცნებითიც ვცდილობთ, რომ იყოს აკადემიური და ასევე გვაქვს სამხიარო ელემენტებიც და ჯეირანი რატო? მოგზაურობას რაც ყოველთვის თან ახლავს ის. მოგზაურობის დროს ძალიან ხშირად ადამიანებს უწევს გადაწყვეტილების მიღება. ან ესე, ან ესე. ამიტომ, როცა ვფიქრობ გადაცემა სათაური რა უნდა ყოფილიყო, რაღაცებზე ვერ ვთანხმდებოდით და ჯეირანი ვითამაშოთ. და შესაბამისად ეს იდეა მოვიდა და ხშირად აი ყველა გადაცემაში, ან დასაწყისში, ან შუაში, ან ბოლოში, შეიძლება ორჯერაც გვაქვს ხოლმე სიტუაცია, როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, აი ქვა მაკრატელი ქაღალდი. არა, იქ უფრო ფუნდამენტალური კი, ეგეთებიც გვაქვს და ამიტომ გზობით წავიდეთ თუ კარგი გზით წავიდეთ, მაგალითად ვინ იმუშავებს ვირის ფერმაში და ვინ დაისვენებს შატოში და ასე შემდეგ. ხო, გვაქვს ეს აი ხშირად გვიწევს ხო მაგალითად გადაცემა რომელიც მალე გავა, იქ გვაქვს რომ მაგალითად აი რაც ბირისფერმა ახსენა, უნდა ერთი ადამიანი შეეძლო შესაბამისად, ორივე ვერ ვიქნებოდით და ერთს უნდა დაისვენა შესაბამისად სადმე ღვინო დაელია და ასე შემდეგ, მეორეს უნდა ემუშავა. ჩემი ფეხიდან გამომდინარე მე არ მინდოდა მოკლედ მე როგორც მოხდა და მოკლედ რაც მოხდა კი. აი რა ინფორმაციის მიღება შემიძლია? ახსენე რომ შემეცნებითიც არის, გასართობიც რაც სამოგზაურო კონტენტს ალბათ ახასიათებს. მე როგორც მაყურებელს კონკრეტულ ადგილზე, ლოკაციაზე თუ არ ვიცი, ქვეყანაზე რა ინფორმაციის მიღება შემიძლია ჯეირანის ცქერით? პირველ რიგში ეს არის ადგილზე ინფორმაცია რა არის. მე ისტორიკოსი ვარ და ვცდილობ რომ ძალიან მოკლედ ჩავატიო ძირითადი ინფორმაცია, ის რო არ იყოს ბრმადვის, არის ხო ლამაზი ადგილი, ლამაზი ტაძარი თუ ხეობა თუ ასე შემდეგ, მაგრამ ასევე ჩვენ გვაქვს ჩართული აქტიურად სად შეიძლება და იკვებო, სად შეიძლება დაისვენა, აი მაგალითად რა ალტერნატივა, თქვა სასტუმროების თუნდაც, რომელი გზა ჯობია და აი ბევრი ისეთი პრაქტიკული ინფორმაცია, რომელიც აი ჩვენ გადაცემას ვინც უყურებს ნამდვილად დაეხმარება იმ კონკრეტული მიმართულებით გამგზავრებაში. და რაც თავარია, ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ უცხოეთი, ასე გვაქვს საქართველო, ბალანსირებულად გვექნება საქართველოში სხვადასხვა კუთხეები და ასევე გვექნება ძალიან საინტერესო მიმართულები მსოფლიოს უცნობ ადგილებში. აი მაგალითად სომხეთზე გავიდა უკვე. სომხეთში ვინც ჩადის, ყველა თქვა ერევანი, გარნი, გეგარდი, ხორვი, რაღაც სამოდენიმე სტანდარტული და ჩვენ ვეცადეთ ძირითადებს არ შევხებოდით და ცოტა განსხვავებული რაკურსით რაც უცხოა და ის კი არა ადგილობრივებისთვისაც არაპოპულარულ ადგილებში და საკმაოდ ჩემთვისაც იყო ერთ-ერთი ხელახლა აღმოაჩინა ეს ქვეყანა მიუხედავად იმისა. ეგეთი ადგილები საქართველოშიც არის. გეგმავთ თუ არა ასეთი ადგილების სტუმრობას საქართველოს მასშტაბით? აუცილებლად უკვე გვაქვს მონახაზები და ნელ-ნელა დავიწყებთ უკვე ამ მონახაზების შესრულებას. პლუს ამას უკვე ამინდიც გამოვიდა, უფრო ლამაზი გახდა გარემოც, ბუნებამაც გაიღვიძა და აუცილებლად
შევეჭიდებით ამასაც. გადაღების პროცესიც მინდა რომ გითხოთ, მე ვცდილობ ცოტაშორის სამოგზაურო დაახლოებით კონტენტის კეთებას, იმ მოგზაური ერქვა გადაცემას, ან მომინატრე კარგი გადაცემა ცოტაშორის. საქმიანი კი, აუცილებლად მეუბრუნდები, ამინდები რომ გამოიდარებს, უკვე პროცესია. გადაღების პროცესი თვითონ როგორ მიმდინარეობს, ინტენსივობა არის კვირაში ერთხელ, რამდენი გადაცემა უკვე მომზადებული გაქვთ თუ არა და ეს პროცესები რომ აუხსნათ მაყურებელს მომავალში რას უნდა ველოდოთ. დაახლოებით 9 გადაცემა გვაქვს თუ 8-9 მთლიანობაში უკვე გადაღებული. თითო გასვლაზე ვცდილობთ რომ მაქსიმალურად აბითვისოთ, რომ ვთქვათ მეორედ აღარ დაბრუნდეთ. აი სომხეთში ვიყავით 3 დღით და 2 გადაცემის გადაღება მოვახერხეთ. ასევე კვიპროსი, საბერძნეთი. ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ყველაფერს. მოკლედ, იდეა საიდან წამოვიდა ჩვენ 24 საუკუნეო მეგობრობთ უნივერსიტეტიდან უკვე. და მას აქვს გამოცდილება იგინეს რომ ემუშავა ერთ-ერთ ტელევიზიაში მსგავს პროექტზე, ჩემთვის ეხლა ტურიზმი და მოგზაურობა იცით, ეხლა მაგით სუნთქავ და რაღაცნაირად ბოლო რამდენი წელი იდეა მაქვს და ძალიან მომეხმარა ამის რეალიზებაში. და როგორ ვიღებთ? ჩვენ თვითონ ვიღებთ ტექნიკურ ნაწილს, მონტაჟს, ყველაფერს ირინი აკეთებს და ეს ჩემთვის ძალიან შორი თემაა. გეგმავთ ერთად, ასევე ვადგენთ ტექსტებს, ანუ ჩვენ ვეწერთ ტექსტს, ჩვენ ვიღებთ, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ და რიგ შემთხვევებში ასევე ჩვენი რომელიმე მეგობარი ან მეგობრები მოგვყვებიან, რა თქმა უნდა ჩვენ იმას პატიჟებთ, რომ დაგვეხმარონ, როცა გვჭირდება მესამე ადამიანის საერთო კადრებისთვის, როდესაც ორივე ვართ კადრში. და მოკლედ ასე ვცდილობთ და მე მგონი არ არის ცუდი დასაწყისი, ერთადერთი რაც აქტიურ ძიებაში ვართ, ძალიან აქტიურად ვეძებ მხარდამჭერებს, პარტნიორებს, სპონსორებს და იმედი გვაქვს მალე ბევრი იქნება. ერთია რომ BMG TV-ზე ჩვენს მაყურებლებს შეუძლიათ რომ ჩვენს სატელევიზიო ეთერის საშუალებით ადევნონ თვალი ჯეირანს, თუმცა კიდევ აი რა სხვა პლატფორმები არის ათვისებული, მათ შორის ცხადია BMG-ის სოციალური ქსელებთან ერთად. ჩვენი YouTube არხი არის გადაცემა ჯეირანი, სადაც პარალელურად როგორც კი BMG-ზე გადის გადაცემა, იქაც რა თქმა უნდა იდება. ხო, სოციალური ქსელები მნიშვნელოვანია ამიტომ სამ ტიპის პროექტების. დღეს ისეთ პროცესზე არასდროს აქტიური არ Facebook-ს ზოგადად პირადი ცხოვრების კი ვიყავი აქტიური, მაგრამ ახლა ხვდები რომ თურმე რამდენი რამეა საჭირო იმისთვის რომ თქვათ როცა აკეთებ რაღაც კარგ რაღაცას, რომ ეს ყველაფერი იყოს გავრცელებული და მეტ ადამიანამდე მივიდეს. და ჯერ ასე ვთქვათ ვიწყებთ, სწავლობთ, ჩვენ თვითონ რაღაცებს უყურებთ, ვაკვირდებით და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ მეტი და მეტი გამომწერი გვეყოლება. პირველი გადაცემა რამდენი იყო? 10,000-მდე, ხო? დასაწყისისთვის არ არის ცუდი, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ამბიცია მეტი გვაქვს, რომ და გვაქვს ძალიან საინტერესო მიმართულებები და პროექტები და ხო, თვითონ გადაცემის ფორმატი, თვითონ კონტენტი რაც სამოგზაურო ნაწილს უკავშირდება. საქართველოს ახსენეთ, სადაც უამრავი ადგილია, რომლის მონახულებაც ვერ მოვასწარით საქართველოს მოქალაქეებმა, მეც მათ შორის შენ ყველგან იქნება მოყოფი. სხვა შორის რაღაცები დარჩენილი არის. დარჩენილი გექნება, მაგრამ ანუ ეს ხო რაღაცა ამოუწურავი თემაა იდეაში, რომელზეც მუშაობა სულ შეიძლება, ხო, რეალურად ან ამის წარმოჩენა, არ ვიცი, წელიწადში ორჯერ შეიძლება ერთ იგივე ადგილს ესტუმრო და სხვადასხვა ინფორმაცია მიეწო და მაყურებელს. ანუ ეს არის ისეთი თემა, რომელსაც ესე ვერ ამოწურავდა. ეს მნიშვნელოვანია თუ არა, მათ შორის ამიტომ ინდუსტრიისთვისაც, რომ აუცი ბევრმა ნახოს, გაიგოს, შეხედოს, ანუ ამ პროცესს როგორ უყურებთ, თქვენ როლს როგორ უყურებთ აი ამ პროცესში და ამ გადაცემაში. ხო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კონკრეტულად ის მიმართულება, რომელიც გვექნება საქართველოზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სამწუხაროდ ტურიზმი როცა ავიღოთ რო გადახედოთ ტურების 95% შეიძლება უფრო მეტი. არის ზუსტად ერთი და იგივე ლოკაციას, ერთი და იგივე მიმართულებით. ეს მე არ ვადანაშაულებ ამაში არავის ეს რა თქმა უნდა. ძალიან დავიწროებულია ეს მიმართულებით სეგმენტი და ყოველთვის ამას ვცდილობდით ცალკე რაღაცნაირად ისე ჩვენი პერსონალ სოციალურ ქსელებში, მაგრამ ეს გადაცემა მოგცემს საშუალებას, რომ ცნობილი ადგილების გარდა ასევე ვნახოთ ის ძალიან მაგარი და უცნობი ადგილები, რომელიც ბევრმა არ იცის და შეიძლება ის ცნობილი ადგილი, ჩვენ გადავიდეთ სვანეთი, ლამპრობას და
ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ამ ძალიან მაგარ დღესასწაულზე გავრცელებული ზოგადად, ისეთიც და ასეთიც და აი გადაცემა როდესაც გავა, ნახავთ რეალურად სვანეთ დაინახავთ კიდევ უფრო სხვანაირად, ვიდრე უმეტესობას წარმოუდგენია, რა თქმა უნდა, კარგ კუთხეს ფოდის. კი ბატონო, ხო, ტრადიცია როგორია, ვამპრობა, ამაზე გავიგებთ რომელ გადაცემაში. ამ გადადახოთ ორ კვირაში. ორ კვირაში. ხო არ არის იდეაში საომავლოდ რომ საქართველოსთან დაკავშირებული გადაცემები აუს ითარგმნოს მაგათაც ინგლისურადაც იყოს ხოლმე მისასწრომი. თუ ჯერ მაგაზე არ გიფიქრიათ. ვცდილობთ, კი, მაგრამ ერთ-ერთი რაღაცაც ახლა ვაკეთებთ, ეს არის YouTube-ზე ქართული ტექსტი, ანუ სუბტიტრებით ითარგმნება, მაგრამ რაც ვნახე არის შეცდომები კი, მაგრამ არის საკმაოდ ბევრი შეცდომა, მაგრამ ადამიანი შინაარს გამოიტანს და ვიღაცა მოგწერა, რომ ვერაფერი ვერ გავიგეო, მაგრამ ძალიან ლამაზი კადრებია. დაგეწერა უცხოება. და კი ბატონო, ჯერჯერობით რესურსი ამის არ გვაქვს, იმიტომ რომ ეს მოითხოვს კიდე დამატებით დროს და იმედი გვაქვს, რომ დაახლოებით 1 თვეში, 2 თვეში გვეყოლება უკვე ძალიან ძლიერი მხარდაჭერები, რაც იმის საშუალებას მოგცემს, რომ კიდევ ანუ ჩვენი რაღაცა დრო გამოვანთავისუფლოთ, რომ კიდევ უფრო მეტად ვიფიქროთ იმ ინტელექტუალურ რესურსზე, რომ ეს გადაცემა და ზოგადად ყველაფერი, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ იყოს უფრო წარმატებული და კარგი. მე ჩვენც წაგვიყვანეთ. მე სიამოვნებით BMG-ისთვის და თქვენთვის ცალკე შეგვიძლია დავგეგმოთ გასვლა გადაცემა დავარქვათ, ავირჩიოთ საინტერესო მიმართულება და ძალიან ერთად გავეცნოთ. კი ბატონო, ეს კი შემიძლია რომ მაქსიმალურად თელევიზორში ერთად უნდა გავეცნოთ თუ რა ხდება საქართველოს ზადვართ ნამდვილად კი. რა ხდება საქართველოს ტურიზმში ესეც მოვიკითხოთ არა? მოდი ბარემ ეს კითხვაც შეჯამებისკენ ალექსანდრეს ისე ვერ გაუშვებდით. სამწუხაროდ კარგი არაფერი. გვაქვს ძალიან დიდი დისონანსი, რასაც თავაზობს იმ ციფრებს სახელმწიფო და რეალობა რაც გვაქვს. რომ შევადაროთ პოსტკოვიდურ წელთანაც კი, რომელიც ძალიან ძიმე იყო, მე პოსტკოვიდურ წელს აი ამ დროს მე უკვე დაახლოებით 9 წელი მეტ ნაკლებად მაინც მქონდა დაგეგმილი. ახლა სამწუხაროდ არა. ძალიან მართლა მძიმე მდგომარეობა, ძალიან ბევრ გიდს, მძღოლს, კომპანიას უწევს ფასების დაწევა, რომ რაღაცნაირად მაინც იმუშაოს, სასტუმროების ნაწილი დაიკეტა და ბაზრის, ანუ აზიაზე გადართო, მე არასდროს არ ვაკეთებ დიფერენციას, ყველა ბაზარი საინტერესოა, მაგრამ კიდევ უფრო დაწია სეგმენტი, ჩვენ ვიტყოდით მაღალმხარჯველი ტურისტებისთანგან და წავედით უფრო ბიუჯეტურზე, სამწუხაროდ, იმ ქვეყნებიდანაც კი, ჩინეთით, ინდოეთს გულისხმობ. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ გვექნება მძიმე წელი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დავთვალოთ სწორად, რომ მართლა ხო უყურებთ ახლა რეალურად რაც ხდება და ნახოთ, მაგრამ ამას ჩემ ამ გადაცემის კუთხით ერთი პლუსი ის აქვს, რომ ბევრი დრო გამომიჩნდა და მე ირინა ბედნიერია, რომ მაქვს ბევრი დრო, რომ უფრო მეტად ვიმუშაოთ გადაცემას. ხო, თუმცა მაგრამ ინდუსტრიისთვის ეს ხო, რა თქმა უნდა, შემოსავლების თავი პრობლემა არის დაგეგმვა, ხო, ანუ რეალურად მოლოდინები რაღაც გაწერა, ანუ ტურისტებიც, მაგალითად ევროპელი ტურისტებიც ახლა უკვე გეგმავენ პრინციპში სამოგზაურო დროს, ხო? ანუ დაგეგმილი უნდა კონდეთ წესით და არ ჩასმა საქართველოს. კი, ანუ ზუსტად ეგ არის. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ შეიძლება ჩემი ბრალია, მე არასდროს, არც ერთ წელიწადს მე ამ მქონდა მუშაობის პრობლემა, ასე თუ ისე კი ბატონო, იყო შეფერხებები, მაგრამ მაინც მეტნაკლებად სურათი იყო, რომ ვიცოდით, რომ ის კოვიდის ბრალი იყო, რაღაცის ბრალი იყო. ახლა გვაქვს ძალიან დიდი გაურკვევლობა. თან შენ არ საუბრობ მხოლოდ ანუ ასოციაციის ნაწილში, ანუ კოლეგებიც, ანუ ეს ვარ. კი, მე არ საუბრობ მხოლოდ ჩემს პირადს, მე ხედავ ჩემს გარშემო რა სიტუაციაც არის. კიდევ ერთხელ თქვა, რომ არ და რაღაცა პესიმისტური კუთხით რა შევხედოთ, ანუ რეალობაა. ძალიან ბევრი ადამიანი, აი მარნებს გადავხედოთ, რომელთანაც მაქვს კავშირი. ეს მარნები ცხოვრობდნენ, რომ მიყვავდა ეს ხალხი, ის ამდენ ჭამდნენ, ეს ისტორიას ეცნობოდნენ. ძალიან შემცირებულია. რამოდენიმე ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა რა კითხეს იქნება, ამიტომ არ ვიცი, მე ვერ გაძლევ ვერანაირი გარანტიას რა იქნება. ამიტომ მაშინ დაკეტეს, ან დახურეს, ან რაღაც სხვა საქმეზე გადაერთნენ. სამწუხაროდ ასეა და მე არ ვიცი რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, რა თქმა უნდა, თავარი არის, რომ ქვეყანაში ეს დაძაბულობა უნდა დასრულდეს. სხვა შემთხვევაში
ვერანაირი მარკეტინგი ამ სიტუაციას ვერ გაასწორებს. კი ბატონო. ხო, მით უმეტეს რომ ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია, ხო ვიცით ყველა ტურიზმი ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ვინც ამ სფეროშია ჩართული და ისეთი. და და ის ის ეკონომიკისთვის რაც ხო, ის პოტენციური შემოსავლები, რაც უკვე მოგვაკლდა, აი მესტია ნახევარცარიელი იყო სამწუხაროდ, რაცაც ეხლა ვხედავთ, და ალბათ დაითვლება მარტში, პირველი კვარტალი როცა შეჯამდება. რა შემოსავლების გვაკლდება, ჯამში ალბათ 2 მილიარდ დოლარამდე იქნება, მილიარდ ნახევარი მინიმუმ, რაც ეკონომიკას არ შემოვა, რომელიც უნდა შემოსულიყო და ეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრ სექტორს დააზერებს, მათ შორის ლარის კურსს. ხადი. მადლობა. მადლობა. მათ შორის იმის თაობაზეც თუ რა ხდება ტურიზმში და ის ამბავიც ხო, რაც BMJ TV-ზე ჩაეშვა უკვე, ორი გადაცემა უკვე გასული არის ჯეირანის მომდევნო მოგზაურობის შესახებ ამბებსაც ველოდებით თქვენგან და მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ ყოველ ორ შაბათს 22 საათსა და 30 წუთზე ჯეირანის თამაშით გაიხსნება, თუ სად სწავლენ, როგორ სწავლენ, რა იქნება შემდეგი გადაცემისთვის უკვე გავიგებთ. ორიო დაგვპატიჟეთ და ჯეირანს ვითამაშოთ, ვინც გაიმარჯვებს ის კარგი. მაშინ მოდი თუ გინდა ჯეირანი ვითამაშოთ, რეკლამაზე გავიდეთ თუ არა. კაი, ანუ შემდეგ გადაცემა შევიმოდი ჩვენთან ერთად. ოკეი. რეკლამის დრო არის.